გამარჯობათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ გვერდზე. მე ვარ ტაროლოგი, ეზოთერიკოსი და ასევე მაგიური მცენარეების წიგნის ავტორი. ჩემი წიგნი იყიდება ბიბლოსის ყველა ფილიალში, ლატერნას მაღაზიაში, ასევე ონლაინ ტაროჯის მაღაზიაში, სადაც ტაროების შეძენა შეგიძლიათ და ასევე არის რუსთაველის 16-ში არსებული წიგნის მაღაზია. ასევე არის ათენში, წიგნის თარო ათენში არსებულ ლოკაციებზე. მათთვისაც სურვილი გაქვთ ჩემი წიგნი შეიძინოთ, შეგიძლიათ მიხვიდეთ არსებულ ლოკაციებზე და შეიძინოთ წიგნი. მოდით დღეს ვნახოთ ტრადიციულად ჩვენი ყოველთვიური პროგნოზი. ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ გვაქვს რაღა თქმა უნდა უკვე აპრილის თვე და ვნახოთ აპრილის თვეში რა სიახლეები გელოდებათ ან ზოგადად რა პროგნოზი არის. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ზოგადად აპრილის თვე როგორი იქნება, მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. შეხედეთ კარტებს, აირჩიეთ თქვენი სასურველი ვარიანტი ის, რომელიც ახლოს არის, რომელიც უფრო მეტად ინტუიციურად დაგიძახებთ, მათთვისაც გინდათ უფრო ვრცელი ამ კონკრეტულ პროგნოზთან დაკავშირებით თვის პროგნოზი იქნება თუ ნებისმიერი სახის კონსულტაცია, შეგიძლიათ მომართოთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე, რომელიც გახლავთ ფასიანი მომსახურება. მას შესაძლოა პირველი, მეორე, მესამე, მათ ვინც ვერ მოასწარეთ არჩევით, დააპაუზეთ, მე კი უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის როგორი იქნება არსებული აპრილის თვე. ზოგადი ფონის კუთხით აქ რასაც მიჩვენებს, ეს არის მდგომარეობა, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით მათ ვისაც რაიმე სახის პრობლემები ჰქონდათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ეს იყო რაღაცა სერიოზული თუ ზოგადად ლაით სახის პრობლემა, ხო პირდაპირ მნიშვნელობით ალაგდება ეს გარკვეული სახის ფონის სიტუაცია. ეს არის ბალანსირებული სიტუაცია, როდესაც რაღაცა მომენტში პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება ითქვას, რომ გამოდიხარ რაღაცა უკიდურესი მდგომარეობიდან, ნებისმიერი სახის გაჭირვება შეიძლება თქვა ნებისმიერი სახის პრობლემა, რაც კი რაიმე იყო, ხო, ანუ თვის განმავლობაში მიჩვენებს, რომ ეტაპობრივად ნელ-ნელა რაღაცა განკურნების პერიოდი მოდის, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცა კარგი სიტუაციისკენ მიდიხარ, ხო? ზოგადად ნახოთ მნიშვნელოვანი სიახლეები ამ თვეში რა იქნება. მნიშვნელოვანი სიახლეების კუთხით პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ გექნებათ აღიარების მდგომარეობა. აღიარების მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, აქამდე თუ იყო თქვენ სიტუაციებში, სამსახური იქნება, ოჯახის თემაში, მეგობრებთან დამოკიდებლება, ნებისმიერ სიტუაციაში, ხო, ყველაფერი რაც უშუალოდ ურთიერთობების თემას ეხება, უფრო მეტი დაფასების მომენტი გექნება, უფრო მეტი აღიარება. გარკვეული კუთხით შესაძლებელი არის, რომ თქვენთან მიმართებაში გარკვეული სახის საჩუქარიც გაიმეტონ, მოდი ესე ვიტყოდი, ხო, ან გაგიკეთონ სიურპრიზის მდგომარეობა. ეს არის პერიოდი, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით ეტაპობრივად გადალახავ რაღაცა გარკვეული სახის უსიამოვნო ფაქტორებს, უსიამოვნო სიტუაციებს. გადადიხარ უფრო მეტად აღიარების მდგომარეობაში, უფრო მეტი მფარველობა უზენაესისგანაც და ამავდროულად ადამიანებისგანაც შედარებით უფრო მეტად დამთბარი სიტუაციები და რაღაც სიყვარულის გამოვლინება მოდის. ეს არის პერიოდი, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით სერიოზული რაღაცა ცვლილებების პერიოდში გადადიხარ, როგორც საჩუქარი, ისე მოდის შენ ცხოვრებაში გარკვეული სახის სიტუაციები. მოდი მნიშვნელოვანი ფაქტორი რასაც უნდა უფრთხილდე ამ თვეში. ამ თვეში რასაც უნდა მიაქციო ყურადღება, პირველი არის ის, რომ არ შეგეშინდეს ცვლილებების, თამამად და უფრო გახსნილად შეხვდი არსებულ სიახლეებს, ცვლილებებს, რომელიც შენ ცხოვრებაში მოდის, ანუ არ ჩაიკეტო საკუთარ თავში, უფრო მეტად აქტიური იყავი, უფრო მეტად იყავი, ასე ვთქვათ, სიცოცხლის უნარიანი ხო არ იყოს ზედარმაცის პოზიციაში, აკონტროლე მეტად შენი ემოციური მდგომარეობა, არ მისცე საშუალება, რომ შენ დეპრესიულ ფონს რაღაცა მომენტში ხელი შეგიშალოს სწორად აზროვნებაში და გარკვეული სახის გადაწყვეტილებების მიიღებაში და ერთადერთი სიფრთხილის კუთხით კიდევ რაც ამოდის, ყურადღება მიაქცია შენ სისწარღვების სიტუაციას. სამიანი ხვლების მდგომარეობით შესაძლებელი არის გარკვეული სახით გქონდეს სისწარღვებთან გარკვეული სახის პრობლემები, ან ზოგადად ძილის თემასთან დაკავშირებული პრობლემები, ანუ ყველაფერი ეს რაღაც ნერვულ სისტემას სისწარღვების სიტუაციას ეხება, ყველაფერი ამას მიაქცია ყურადღება. ასევე გარშემო ძალიან ბევრი შურიანი ადამიანი გახვევია, რომელისგანაც საჭირო არის, რომ გარკვეული კუთხით დისტანცია გამოიჩინო. ასე რომ თვე საკმაოდ აქტიური არის, თვე საკმაოდ ნაყოფიერი არის, თავარი არის ის რჩევები გაითვალისწინოთ, რაც მოცემული იყო არსებულ ვარიანტზე. მათ უფრო ვისაც ვრცელი გაშლა გინდათ კონკრეტულად ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, დამიკავშირეთ პირადში. გადავდივარ უკვე მეორე ვარიანტის წარმომადგენლებზე.
მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის როგორი იქნება არსებული თვე. აქ რასაც მიჩნევს პირდაპირ არის ზომიერების მდგომარეობა, სტაბილური, დასტაბილურებული სიტუაცია ზომიერების მდგომარეობაში, ვერ ვიტყვი რომ ცუდი, ვერ ვიტყვი რომ ძალიან კარგი. ეს არის პერიოდი, როდესაც ყველაფერი არის სასწორის პრინციპის მდგომარეობით, ხო, დაბალანსებული, დასტაბილურებული. აი, რო ვიტყვი ხოლმე დინებას მივყვებიო ხო ცხოვრებისეულად. აი, ესეთი პერიოდი გაქვს. ემოციური კუთხით თუ შევხედავთ, პირდაპირ მნიშვნელობით უფრო მეტად იქნები გაწონასწორებული, უფრო მეტად გააკონტროლებს საკუთარ შინაგან მდგომარეობას, საკუთარ შინაგან მეს პოზიციას რა მინდა და როგორ მოვიქცეს პოზიციის კუთხით თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, ხო? უფრო მეტად გააზრებული იქნება შენი თითოეული ქმედება, შენი თითოეული ასე თქვათ, მიდგომები, ურთიერთობების თვალსაზრისით იქნება ეს, თუ ნებისმიერი ასპექტის კუთხით, ანუ თვე არის შენთვის სტაბილურობის, კარგი სტაბილურობის მომტანი, პირდაპირ მნიშვნელობით. მოდით ზოგადად ვნახოთ, რა მნიშვნელოვანი სიახლეები გელოდებათ არსებულ თვეში, აპრილის თვეში. აპრილის თვეში, რასაც მიჩვენებს პირდაპირ მნიშვნელობით მდგომარეობა, როდესაც ქონდა ასე წარკვეთილების მომენტი, შინაგანი ჩაკეტილობა, შინაგანი კომპლექსები, ბარიერები, რო არღებულობდი ასე თქვათ არსებულ სიტუაციებს, ადამიანებს რო შენ გარემოცვაში არ უშვებდი, ეს ყველაფერი თითქოს შენთვის ნელ-ნელა უფრო მეტად გადალახვადი ხდება და უფრო მეტად გიქნება გააზრების მდგომარეობა, რომ მე ჩაკეტილის სიტუაციების კუთხით აღარ უნდა ვიცხოვრო, მე მჭირდება თავისუფლება, მე მჭირდება გზების გახსნის მდგომარეობა, მე მჭირდება უფრო მეტი აქტიური ცხოვრების პოზიციაში გადასვლა. ასევე პირადის კუთხითაც თუ შევხედავთ, ისინი ვინც არ იმყოფებით ურთიერთობების თვალსაზრისით, ძალიან დიდი არის შანსი, რომ რაღაცა გარკვეული სახის სიმპათიებამდე, გარკვეული სახის სიტუაციების გააქტიურება მოხდეს თქვენ ცხოვრებაში პირადის თვალსაზრისით, უფრო მეტად წინა პლანზე წამოვიდეს არსებული საკითხები. ვინც ზოგადად თუ იმყოფებით ურთიერთობების თემაში, პირდაპირ მნიშვნელობით საფუძველი ჩაიყრება, რომ უფრო მეტად გააზრებული იყოს ურთიერთობა, უფრო მეტად დაგისტაბილოთ, უფრო მეტად დალაგდეთ და სამომავლო სიტუაციების გეგმებით შესაძლებელი არის განიხილოთ, რას როგორ გააკეთებთ სამომავლო სიტუაციებში. ერთადერთი მომენტი, რაც არის გასათვალისწინებელი, აქ პირდაპირ მნიშვნელობით არის მუდმივად გაკვირდებიან, თითქოს მუდმივად შენ სიტუაციებში ცხვირის ჩაყოფას ცდილობენ გარშემოყოფები, არ მისცეს საშუალება გარშემოყოფებს, რომ სიტუაციურად შენზე манипуляცია მოახდინონ, რაზე მეტად ჩაერიონ შენ ცხოვრებაში. უბრალოდ დასვის საკითხი აქ ესე იქნება, აქ ესე თავიდანვე გაარკვიე სიტუაციები. და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გაფრთხილება არსებულ თვეში თქვენთვის რა არის? არსებულ თვეში თქვენთვის მნიშვნელოვანი გაფრთხილება მოდის იმ თვალსაზრისით, რომ ყურადღება მიაქციე, რასაც გთავაზობენ. ან ნებისმიერი სახის საჩუქარი, ვინც გჩუქნის, რა მიზნით გჩუქნის, რა არის ამ კონკრეტული მისი განწყობის დამოკიდებულების უკან, რის საფუძველზე ხდება ამისი რეალიზება, რა უნდა რეალურად შენგან ხო რისი სურვილი აქვს. შესაძლებელი არის თქვენ ცხოვრებაში გააქტიურნენ ადამიანები, რომლებიც რაღაცა გარკვეული კუთხით ეჭქვეში დააყენოთ, ხო, რაღაცა მომენტში ეჭვს იჩენენ თქვენში, რომ რეალურად რა უნდა ამას, ხო, რა მიზანს ემსახურება მისი ქმედებები, ზემდათ კეთილი განწყობილი შეიძლება გახდეს, ზემდათ შემოთავაზებები სამსახურეობრივი სიტუაციის კუთხით, საჩუქრების კუთხით, ფინანსური დაინტერესებები, ანუ მეტი სიფრთხილე გამოიჩინე არსებული ვარიანტის წარმომადგენელმა, ასე ვთქვათ, არსებული აპრილის თვეში, რომ ცდუნებები არ იყოს ფინანსური, მატერიალური თვალსაზრისით კუთხით, ხო, რომ ამ კუთხით არ დაგაინტერესონ, გაიაზრე რის უკან რა დგას, რის საფუძველზე ხდება ისე თუ ის საკითხი. რომ თავი გამოყენებულად და არ იგრძნოთ. აი ესეთი იყო არსებული ვარიანტის სიტუაციები, დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა თქვენთან, რამდენად ახლოს იყო ის, რაც ვისაუბრე. პირადი კონსულტაციებისთვის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით დამიკავშირდით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე, გადავდივარ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული თვე თქვენთვის როგორი იქნება? ზოგადი ფონის კუთხით საკმაოდ სტაბილური ათიანის თასები, საკმაოდ სტაბილური ემოციური მდგომარეობა არის. გარკვეული კატეგორიისთვის შეიძლება გადათამაშდეს, რომ პირდაპირ მნიშვნელობით თუ თვითონ იმყოფებით ურთიერთობაში რაღაც ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. ერთეულებისთვის გადათამაშდება ქორწილის სიტუაცია ან სტატუსის მიცემა ურთიერთობაზე, ხოლო მეორე გარკვეული კატეგორიისთვის უფრო მეტი დასტაბილურებაში და სიტუაციებში ურთიერთობების თემაში, ზოგადად კომუნიკაციებში შედარებით ჰარმონიულ და უფრო მეტად დიპლომატიური დამოკიდებულების პოზიციაში გადადიხარ. გამართლების პოზიცია იცვლება შენ ცხოვრებაში აპრილის თვეში. თითქოს აპრილის თვე შენთვის არის რაღაც გრანდიოზული სიახლეების და ცვლილებების თემა. გარკვეული კატეგორიისთვის გათამაშდება, რომ ამ თვეში შესაძლებელი არის ერთეულებს, ყველას არა.
გქონდეს დაფათების დღეც და რაღაცა სერიოზული საჩუქარი ან რაღაც აღიარების მდგომარეობაც მიიღოთ, ხო? თუ ეს საკმაოდ ნაყოფიერი აქტიური სიტუაციების მაჩვენებელი არის, აქ რასაც მიჩვენებს. მოდით ზოგადად ნახოთ სიახლეები ამ თვეში რა იქნება. ძალიან მაგარი სიახლეები იქნება იმ თვალსაზრისით, რომ დეპრესიული ფონიდან, შინაგანი მღელვარებისგან, შინაგანი არასრულფასოვნების შეგრძნებისგან, კომპლექსებისგან განთავისუფლების თემა არის. თავგანწირვისგან განთავისუფლების თემა. სიტუაცია, როდესაც ვერ გაგიგო, რა გააგიკეთებინა, როგორ მოქცეულიყავი, რა ხდება შენ თავს, რა სიტუაციები არის გარკვეული კატეგორიისთვის, ვისაც პრობლემები ჰქონდა, ასე ვთქვათ, ძილთან დაკავშირებით, ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით, ხო, ყველაფერი ამ სიტუაციების გადალახვა ხდება. პირდაპირ მნიშვნელობით შეხედეთ 2-10-იანი, რა კარგად დაეცა, ხო, აქ თასების მდგომარეობა, აქ ასე ვთქვათ, მონეტების მდგომარეობა. გისტაბილურდება სიტუაციები, როგორც მატერიალურ თემაში, ასევე ურთიერთობების თემაში. ეს პერიოდი შენთვის არის პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცა რიტყვი ხომ ჰეპი-ენდის მდგომარეობის სიტუაცია. ხო, შეხედეთ, აი აქ თუ დააკვირდებით თვალის მდგომარეობა, ხის პოზიციაში თვალი. ანუ აქ აი ცხვირიც, ხო, პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ ნებისმიერი ქმედება, რასაც ამ პერიოდში განახორციელებს, სასიკეთო იქნება თუ საზიანო, ზოგადად სიტუაციურად, სამომავლო პერსპექტივებში საკმაოდ ბევრი პასუხისმგებლობა შეიძლება მოგეთხოვოს ამაზე. ანუ შენ ხარ პოზიციაში, როდესაც რეალურად საკმაოდ დიდი პოტენციალი გაქვს, საკმაოდ დიდი უნარები გაქვს იმისთვის, რომ განვითარდე, წინ წახვიდე, ისწავლო, შეიძინო, ასე ვთქვათ, ახალი სანაცნობო წრე, დაიწყო რაღაც ახალი საქმიანობა, მაგრამ შენი პრობლემა არის, რომ ზედმეტად შეიძლება ვერ რისკავდე და გქონდეს შიშის მომენტები, იყოს სიზარმაცის მომენტები მოდუნებულ პოზიციაში. მაგის პოტენციალის მქონე ადამიანი ხარ, ადამიანი, რომელსაც დაბრკოლება არ არსებობს, ადამიანი, რომელსაც უსაზღვრო რესურსი აქვს. თუ შენ საკუთარ თავს განავითარებ და მისცემ უფლება იმას, რომ მისცემ იმის უფლებას, რომ წინ წახვიდე, განვითარდე საკუთარი თავი პოტენციალი გამოავლინო და აგარისკო ის სიტუაციები, რისიც გეშინია, ჩათვალო საკმაოდ კარგ შედეგებზე გაახვალ პირდაპირ მნიშვნელობით. ასე რომ აქ ჭირდება მეტი რეალიზირება საკუთარი თავისა. მნიშვნელოვანი გაფრთხილება არსებულ თვეში ყურადღება მიაქციე რას ამბობ და ასევე ზოგადად როგორ აქტიურობ სოციალურ ქსელში, თუ კი უფრო მეტად აქტიური ხარ. არ არის აუცილებელი შენი ყოველივე სიახლე რომ გამოქვეყნებული იყოს სოციალურ ქსელში, შეხედეთ ეს თანამედროვე დასტა არის, ანუ თითქოს ზედმეტად გაკვირდებიან ადამიანები, ზედმეტად შურის ფაქტორები არის, თვალის თემები არის შენ გარშემო. უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინე შენი ბედნიერების თემა. სანამ ბოლომდე დარწმუნებული არ იქნები, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში გამოსული არის და უკვე გადაწყვეტილი არის, იქამდე წინასწარ ნუიზეიმებ, მოდი ესეთი ფაქტორი ამოდის, ხო? ასევე თვალი გაქვს გარშემო ძალიან ბევრი, ვისაც შენი ცხოვრება აინტერესებს, ვისაც შენი ცხოვრები ცხოვრობს, სიმშურნის მომენტები არის ძალიან ხშირად, სიფრთხილე ამ კუთხით გმართებს. მეორე, რომელიც არის, გამოჩნდებიან ადამიანის კატეგორია, რომლებმაც შეიძლება მოგთხოვონ დახმარება და გავალდებულონ, რომ აი რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში დამეხმარე. არავისთან მიმართებაში არ დაივალდებულო თავი. ყველას თავის გზაზე გაუმორჩს, მოდი ესე ვიტყოდი, ხო? ზედმეტი პასუხისმგებლობებს ნუაიღებ საკუთარ თავში. და ასევე კიდევ და კიდევ განმეორდები აი 2-6-იანი, როგორც საინტერესოდ დაჭდა, ხო, მენტალური მდგომარეობა და ასე ვთქვათ, ემოციური მდგომარეობა. ამ თვეში ისევ და ისევ განმეორდებით თქვენ ნებისმიერ სიტყვას, თქვენ ნებისმიერ გამოვლინებას ქმედებით უნარიანობა თუ ნებისმიერ რაც არ უნდა იყოს, იმაზე უფრო დიდი ყურადღება ექცევა, ვიდრე აქამდე. ყურადღების ეპიცენტრში ექცევით არსებულ თვეში. გაიაზრეთ, რას აკეთებთ, როგორ იქცევით, რა მიმართულებით მიდიხართ. აწონდ-აწონეთ, წინასწარ განსაზღვრეთ, რას როგორ აკეთებთ და რას ამბობთ, რომ გარკვეული სახის რაღაცა თქვენ საწინააღმდეგო სიტუაციები არ გამოიყენონ. აი ესეთი იყო არსებული ვარიანტისთვის არსებული ინფორმაცია. დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა და რამდენად ახლოს იყო თქვენთან არსებული თემები, როგორ რეზონირდა. პირადი კონსულტაციებისთვის მეკავშირდებით Facebook-ის გვერდზე. შეგახსენებთ, რომ მე მაქვს დახურული Telegram ჯგუფი, სადაც ისეთი ინფორმაცია იდება, რაც ინტერნეტში არ არის. სურვილის ამებს შეგიძლიათ დეტალებზე მომწეროთ პირადში. ნახვამდის.